მოგესალმებით, მეგობრებო, აბონციციაშვილი კვლავ აგრძელებს თავის დილის საუბრებს ყოველ სამშაბათს თქვენთან ერთად. კობახიძე და რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ალილუია, გილოცავთ საქართველო. დიდი ხანია ეს ხაზი არ ქონდათ გაჭრილი ჩვენებს, ქართველებს, ანუ მაინც ჩვენებად მოიხსენიებ, მაინც ქართველები ვართ, ხო? და ძალიან დიდი ხანი ცდილობდნენ, რომ ხაზზე გასულიყვნენ რუბიოსთან, იმასთან, ამასთან, მაღალ დონეზე არ ხდებოდა, რამდენი ჩადიოდნენ, უდაბალ დონეზე ხდებოდა, მაგრამ აი მას მერე რაც ამ ანაკლიის ღრმა წყლოვანი ნავთსადგურის პროექტი მოინახულა აშშ-ს საქმდების წარმომადგენელმა, ხა ხო ხდებით ვინც იყო, ზარი მალევე გამოჩნდა. იმედია ჩემი სიტყვები გაგახსენდათ, რომ დონროს დოქტრინის თანახმად საქართველოს რეგიონი, რომელიც არცად არ არის ნახსენები ასე პირდაპირ, ძალიან მნიშვნელოვანი არის America First იდეისთვის, ამერიკის გაძლიერებისთვის და ამერიკის მსოფლიო ლიდერად გადაქცევის პროცესისთვის. კი არ გეჯერათ, მაგრამ ასეა. მოკლედ რა მოხდება ნახეთ, ხა ჯერ რა თქმა უნდა დიპლომატიური საუბარი. წესია, ხა პირდაპირ თავზე ხო არ დაგვახტება, არა? შემდეგ ესე იგი პროცესი დაიწყება, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე დასრულდება ეს ამბავი. უფრო მალე ვიდრე მე მეგონა და თქვენ გეგონათ. ამერიკა ჯერ გაფრთხილებს, მერე გიწესებს წესებს. ამის მერე თუ რაღაცა ვერ გაიგე, სხვანაირად გელაპარაკება. საქართველოს ეხლა უნდა გადაწყვიტოს ვისთან დგას. საქართველოს მთავრობამ, პოზიციამ, ოპოზიციამ და რა თქმა უნდა ხალხმა. აი შაბათის მარშებზე ძალიან მაკლია ამერიკული დროშები. ძალიან რაღაც ევროკავშირის დროშებს ხედავ იმას, ხედავ ამას, ხედავ, მაგრამ ამერიკა არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ჩვენ აი ამ ძღნერიდან მაპატიებონ გამოგვიყვანოს. და ამერიკის დროშები კი გენანებად, რომ შეიძინოთ თუნდაც თემოზე. და გარდა ამისა, ტრამპის კონტექსტიდან ამოგდებულ და ამოგლეჯილ ვიდეოებს რო აზიარებთ, ესეც სისხლია მიმართა მთავარს, ამბები ჯიხო წყალწაღებულია, მაგრამ მე მგონი აიღეს და სხვა ვითომ ოპოზიციურ არხებს, რომლებიც ფინანსდებოდნენ და ფინანსდებიან ალბათ დღეს სოროსის და აწუკე ბიძინას მიერ. ერთი მომახტა. გეყოფაო ტრამპის გათეთრებაო. ჯერ ეს იყო ფლორიდაში კამპანიის რალიზე წარმოთქმული, აი ესე ხუმრობით, ცოტა როუსტინგის სტილში, არ დაგავიწყეთ, რომ ტრამპი არის შოუმენი, გენაცვალე წლების განმავლობაში ყველაზე რეიტინგული გადაცემა მიყავდა და შოუმენური თან ეხა მე შეგეთყვი და მარგარიტ ტეჩერი ხო არ არის, არა? ანუ ტიპი არის, რასაც ფიქრობს, ამბობს და ეს იყო სლენგი kissing my ass, ეს არის სლენგი, მეგობრებო, რაც ნიშნავს მოვიდნენ და დათმობაზე წავიდნენ. ამიტომ თქვენ უნდა გახსოვდეთ ერთი რამე, რომ ამერიკა მდიდარი არის თავისი სლენგები და პირდაპირ თარგმანები არ უნდა გაკეთდეს და როდესაც ესეთ რაღაცას ჯერ თვითონ კაცი ვის მიმართაც ითქვა ბინ სალმანი არ გაბრაზებულა და თქვენ რატო გამაგებინეთ. იცით რა გამახსენდა 20-ში გახსოვთ ტრამპმა თქვაო ქლორიდალიეთო, ანუ სტადეზინფექციო სახერხის საშუალება, ტუალეტების სახერხის საშუალება დალიეთო, ვენაში გაიკეთეთო და აღატყდა მთელი ამბავი CNN-ების კაცმა თქვა სინამდვილეში ჰიდროქსიკლოროქინზე, რომელიც ნამდვილად აღმოჩნდა ერთ-ერთი უძლიერესი და წამყვანი საშუალება COVID-ის წინააღმდეგ. ისევე მაგალითად ასუ ახლა ხანს აი საზიზღარმა პროპაგანდონებმა უკრაინისა, რომლებიც ფინანსდებიან რუსეთიდან თუ რაღაც არის drill baby drill, ეს არის გამოთქმა, რომ გაბურღე baby ჯიგარო ბავშვო რაღაცა, რომ ასე თქვაო, რომ ბავშვები გავხრიტოთო. ამ კაცს ძალიან ბევრი მტერი ყავს, მაგრამ ფეხებს ვერ მოაჭამდა. საქართველო ქართულ მედია ტრაკი დააყენე. Postfactum. PS. ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს. ხუხაშვილი ჩოხო ვილაპარაკეთ, ყოფილი ბიზნესისტი, ყოფილი ნარკომანი, ყოფილი ბოზი რო არ არსებობს, ეგეთი სიტუაცია, მოკლედ. რაც შეეხება რუბიოს ზარს, დიდი ანალიზი არ ჭირდება დასკვეს, რომ ის განპირობებული იყო ირანის ომის მეორე ფაზასთან დაკავშირებულ ლოჯისტიკურ პრობლემების შესაბამისად. იმდენი შემოგიტყა კარგის ტრაკი.
ირანის რომ 9 აპრილისთვის დამთავრდება. ძალიან მალე დამთავრდება ეს საქმე და საქართველოს ჭირდებათ ამერიკას ლოჯისტიკისთვის დიახაც იმისათვის რომ ჩვენი ტრანზიტი იყოს ღია. აი ჩვენი ცნობილი აბრეშუმის გზა და არავითარი ირანი და ხალხს ტვინში ნუდებთ იმას რომ ამერიკა საქართველოს გამოიყენებს თავისი საომარი თემებისთვის. არა მეგობრებო, არა. აღარ მრჩება დრო რომ მელაპარაკა იმაზე თუ რა ტიპის მოწყობა იქნება საქართველოში მას მერე რაც ამერიკა ჩვენი მეგობარი გახდება, ვინ იქნება მთავრობაში, ასევე დამავიწყდა ვერ მოვასწარი კიდე იმაზე ლაპარაკი თუ რაზე ილაპარაკეს რუბიუმ და ირაკლი ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს თავი დამანებეთ.